ცხოვრებაში ასეთი რამ არასოდეს არ მინახავს. ახლა ვარ ხარაგაულის რაიონის სოფელ ხემაღალში. დიდი თემი არის ლაშესი და იქ არის ორი სოფელი, ვერკი და ხემაღალი. ორი სოფელი დაიმეწყრა, მეწყერი რაღაც აი ეს უცნაურად ეს ფენა არის ჩაწოლილი, თან მოძრაობას განაგრძობს. აი ეს გადაყლაპა და დაფშნა სახლები. ამ ორ სოფელში ჯამში 68 ოჯახია, მძიმე დღეში ნაწილი სახლები დაინგრა, ნაწილის კიდგას, მაგრამ ელოდებიან მეწყერი მათ სახლსაც, როდის ჩაფშვნის და ჩაიტანს. რა თქმა უნდა, ხელისუფლება, ქართული ოცნება ისე იქცევა და ისე ექცევა ხალხს, როგორც ჩვევია. ყურადღებას არ აქცევს. ნაწილი გაიყვანეს ქირით, ნაწილს კიდე არც არაფერს არ ეუნებიან და ჯამში არაფერს არ ეუნებიან. კანონით გვაქვს შესაბამისი, რომ ეკო მიგრანტებს უნდა მისცენ 30,000 ლარი, მაგრამ ზოგს ეუნებიან, რომ იქ თქვენ ქონება გიფიქსირდება და არ მოგცემ, ზოგს ეუნებიან მოგცემთ, მაგრამ როდის მისცემენ, არაფერს არ ეუნებიან. ეს ხალხი რჩება ესე ღვთის ანაბარად. აი ეგეთი ბედოვლათი ხალხია ქართული ოცნება და ამიტომ უნდა შევცვალოთ ეს მოცემულობა მათ შორის ხარაგაულშიც. უნდა დავეხმაროთ რეალურად ხალხს, აქაც და მთელ საქართველოშიც. მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია, რა მიზეზი არსებობს და რამ გამოიწვია ეს პროცესები, წარმოადგენს თუ არა მათი ასე ვთქვათ საცხოვრებელი გარემო რისკის ზონას. ძალიან სწრაფად უნდა მიიღონ ამ ადამიანებმა პასუხები, რა ვითარება არის რეალურად და რისი მოლოდინი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ თუ ამ ადამიანებს აქ საცხოვრებლად დარჩენა მოუწევთ, ბუნებრივია უნდა მოეწყოს სასწრაფოდ საგზაო და ყველა ტიპის კომუნიკაცია. ამ ადამიანებს ახლა გვერდით დგომა ჭირდებათ, თანადგომა ჭირდებათ, მეტი ყურადღება ჭირდებათ, ძალიან ელემენტარული საჭიროებების მოგვარება ჭირდებათ. სამედიცინო დახმარების საჭიროებაც კი რო გაჩნდეს ამ ადამიანებს არ ვიცი საერთოდ რა მდგომარეობა იქნება.